კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში დღე მესამე ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტთან თათბირობს. პოლიტიკური ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ახალი არჩევნების მიღწევების გზებს განიხილავენ. მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს. პრეზიდენტის შეთავაზება, რომ შეიქმნება სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება. განხილვის თემა ის წესები და პირობები, რომლითაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი უნდა ჩატარდეს. მზადება დოკუმენტი, სადაც ახალი არჩევნების ჩატარების კონკრეტული მექანიზმები გაიწერება. ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებაც, რასაც პარლამენტის დათხოვნა სჭირდება. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად სწორედ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავს და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მზად არიან 29 დეკემბრის შემდეგ დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ისინი სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგაც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიიჩნევენ. რაზე შეჩერდა ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი და რა შედეგით დასრულდა კონსულტაციების მესამე რაუნდი? თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. თათია. თამთა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას ფაქტობრივად გაეცა ახლა პასუხი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ სამმა ოპოზიციურმა ძალამ და მე მინდა ჩამოვთვალო ეს პარტიები ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ძლიერი საქართველო და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა ჩვენ განგვიცხადეს რომ ისინი აპირებენ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადონ ფიზიკური მხარდაჭერა. რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც 29 დეკემბერს პრეზიდენტობის ვადა ეწურება და ამ დღეს იქნება ასევე ინაუგურაცია ახალი პრეზიდენტის. ამასთან დაკავშირებით უშუალოდ ზურაბიშვილის პოზიცია ჩვენთვის არის უცნობი, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე ჩვენთვის უცნობია კიდევ 29 დეკემბერს ვინ იდგება ჩემ მიერ ჩამოთვლილი ოპოზიციონერი ლიდერების გვერდით აი აქ პრეზიდენტის სასახლესთან. რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის, რომელიც არის მეოთხე ბარიერ გადალახული ძალა, უჩვეულოა რომ ის დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა. როგორც წესი, გახარია საქართველოსთვის თითო წევრი მაინც ესწრება პრეზიდენტთან შეხვედრას. დღეს კი გამონაკლისის სახით არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა. ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით მიზეზებით და უკავშირდით პრესსამსახურს, რომელიც ამბობს, რომ ამ შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ შეიტყვეს მოგვიანებით და უკვე აქ წამოსვლას აზრი არ ექნებოდა. ასეთია მათი პოზიცია, ვინაიდან დაგვიანებით ჰქონდათ ინფორმაცია ჩანიშვნულ შეხვედრასთან დაკავშირებით. მე გეტყვით, რომ ეს შეხვედრა 7 საათზე დაიწყო საღამოს და ახლახანს დასრულდა. რაც შეეხება კიდევ სხვა განსახილველ საკითხებს, რომელზეც იმსჯელა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სამ ბარიერ გადალახულ ძალასთან, ირკვევა მეტი დეტალი საბჭოსთან დაკავშირებით, რომლის შექმნა დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ. მოკლედ ეს საბჭო იმუშავებს ორი მიმართულებით, ერთი იქნება პოლიტიკური დანიშვნების და პოლიტიკოსების მიერ დაკომპლექტებული და მეორე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. და ეს საბჭო იმუშავებს ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად და ხელისუფლების შესაცვლელად. დღევანდელ შეხვედრაზე და მთელი ამ გასული დღეების განმავლობაში ასევე ოპოზიცია მსჯელობს იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და მსჯელობს ასევე როგორ გარემოში და რა პირობებში უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები. ამის შესახებ იყო დღეს მსჯელობა და ასევე დაყენებული იქნა კიდევ ერთხელ საკითხი პრეზიდენტთან პარლამენტის დათხოვნის შესახებ და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთგვარ განხეთქილების საგნად იქცა ჯერ კიდევ გუშინ აქ გამართულ შეხვედრაზე. როგორც ჩანს, შეთანხმება არ არის მიღწეული, რამდენად აქვს პრეზიდენტს საერთოდ უფლებამოსილება იმის, რომ პარლამენტი დაითხოვოს, თუმცა მაგალითად ნიკა გვარამია, მაგალითად გიორგი ვაშაძე ამბობენ, რომ ეს არ იქნება კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, თუ კი პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს, ვინაიდან მათი თქმით ქართული ოცნება არის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული და ქართული ოცნება ახდენს ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას. მინდა ვთქვა, რომ ნიკა გვარამიასა და ვაშაძისგან განსხვავებით დღევანდელ შეხვედრაზე, უпростоრად შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, განსხვავებული პოზიციები ჰქონდა მეტწილად. მან თქვა, რომ პროტესტი არის ის ძირითადი გამოსავალი, რითაც შეიძლება რომ ახალი არჩევნების გზას მიაღწიონ და ასევე ნახსენები იყო იზოლაცია, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს ქართული ოცნება. მას ასე შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხედავენ განსხვავებულად ახალი არჩევნების მიღწევის ძალას. ნაწილი მეტ ხისტ ნაბიჯს მოითხოვს, ნაწილი კი მეტნაკლებად ნეიტრალურია ამ მიმართულებით. წარდგენილი იქნება პირობები
რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები სამართლიანი არჩევნების შემდეგი და ეს არის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ადვილი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები და ამიტომ არის აქ შეხვედრები. მათ შორის, რაც შევთავაზეთ, 29 დეკემბერი უკვე მალე იქნება, ხო? აქ არის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა აქ ყოფნა და სასახლიდან არ გასვლა. ჩვენ პარტიები, ვინც ვართ, მზად ვართ, რომ მასთან ერთად ვიყოთ ამ ბრძოლაში, გავრისკოთ ნებისმიერი ტიპის პასუხისგებლობა და ეს პასუხისგებლობა გავიზიაროთ, ეს არის მნიშვნელოვანი ამის დაფიქსირება. ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. მე პირადად ანას ირანდება იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი და მხარს ვუჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. ის რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებს ბოლომდე, ამაში დღეს არ დარწმუნებული ვარ, ეს გაირკვა მაშინ, როცა პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტმა შეაფასა არჩევნები როგორც არალეგიტიმური. სხვა წინადადებები, რომლებიც კოლეგებისგან ისმის, არის იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ დავდივართ რაღაცა ამბების მოსაყოლად ან ინსტრუქციების მისაღებად. ჩვენ აქ მოვდივართ იმიტომ, რომ ვიმსჯელოთ მარტივი მიზეზის გამო ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ჩარჩო მსჯელობებისთვის, პოლიტიკური მსჯელობებისთვის ამ შენობის გარდა უბრალოდ აღარ არსებობს. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით მუშაობა დაიწყო დოკუმენტზე, სადაც მათი თქმით გაიწერება ახალი არჩევნების ჩატარების საფუძვლები და პირობები. რამდენად ექნება ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა, ბუნებრივია ეს არის აქტუალური შეკითხვა, რომელიც ისმის მათ წინაშე მედიის მხრიდან. ოპოზიციის ნაწილი, უნდა აღვნიშნო, ნაწილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი არის წინსწრებით მომზადებული სამოქმედო გეგმა იმისთვის, როდესაც ქართული ოცნება მათი თქმით უკან დაიხევს, უკვე იყოს მომზადებული და აღარ დასჭირდეს დროის დაკარგვა უკვე აი ამ დოკუმენტის მომზადებას და ამის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ასეთია ნაწილის პოზიცია, ნაწილი კი უკვე მოგახსენეთ, რომ საკმაოდ ხისტი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს აქედანვე და ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ჩართულობის გარეშეც კი შესაძლებელი არის ახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა აი უკვე რას ფიქრობენ მართლ გუნდში, ეს ბუნებრივი არის კიდევ ერთი მთავარი შეკითხვა. ისინი გამორიცხავენ ახალი არჩევნების ჩატარებას. პირველ რიგში ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არც კი უშვებენ. რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს პრეზიდენტს იმის უფლებამოსილება, რომ დაითხოვოს პარლამენტი, ამასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ვინც ამას მოითხოვს, უბრალოდ კონსტიტუციის არ მცოდნია, მათი თქმით, გარკვეული საფუძვლები სჭირდება იმას, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს. მაგალითად ასახელებენ ისეთ შემთხვევას, როდესაც პარლამენტი ვერ ნიშნავს ორი მცდელობის შემდეგაც კი მთავრობას. ჩვენ კი ვიცით, რომ ოფიციალურად პარლამენტს მე-11 მოწვევის პარლამენტის დამტკიცება ხავს მთავრობა, ამიტომ ქართულ ოცნებაში გამორიცხავენ ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ დოკუმენტს, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, არასერიოზულს უწოდებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება რიგარეში არჩევნების ჩანიშვნა, როდესაც მაგალითად ორჯერ ვერ მოახერხებს პარლამენტი მთავრობის დაკომპლექტებას. სხვა შემთხვევაში არის ჩვეულებრივი რიგითი არჩევნები, ან არის ერთი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვათ არჩევნები არ შედგა და არ იყო კონსტიტუციური. ზურაბიშვილს რო შეძლებოდა პარლამენტის დათხოვნა, აქამდე 9 ჯერ დაითხოვდა პარლამენტს. უკვე გაცვდა ეს ახალი არჩევნები, ეხლა დაამატეს მეორე ფრაზა რაღაცა პარლამენტის დათხოვნის, ხვალ დაამატებენ კიდე სავარაუდოდ რაღაცა ახალ ფრაზას გამოიგონებენ, რომ ის ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც უბრალოდ შეცდომაში არის შეყვანილი, კიდე მეტი აჟიოტაჟი შეიტანონ იმ ადამიანების გონებაში და ეხა მათი პარტაქტივი ვინც არის და პირდაპირ რადიკალები ვინც არიან, იმათაც რაღაცა მეტი მესიჯ ბოქსი მიცენ იმასთან დაკავშირებით, რომ აი კიდე უფრო რადიკალურად დაძაბონ თემა, ხო, მარტო ამას ემსახურება, თორე დანარჩენი ეხა არანაირი არც საფუძველი არ არის, არც არავის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და არის ჩვეულებრივად რაღაცა საბავშვო ბაღი და სახლობანას თამაში. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი,
რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და რასაკვირველია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ კი პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას, ან არ ამტკიცებს მთავრობას და შესაბამისად ქვეყანა რჩება მართვის გარეშე. ეს არ მომხდარა. ვინაიდან ეს არ ხდება და პრეზიდენტი უნდათ რომ აი ამ ავანტურაში ჩართონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების, განვითარების თაობაზე. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან დღევანდელ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ესწრებოდა ყველა, გარდა გახარია საქართველოსთვის. აი ეს აღნიშნული სამი პოლიტიკური ძალა აერთიანება ნაციონალური მოძრაობა ძლიერი საქართველო და კოალიცია ცვლილებისთვის აპირებს 29 დეკემბერს შეიკრიბოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ მათ სალომე ზურაბიშვილს. ისინი ამბობენ, უკვე პრინციპში შეიძლება ითქვას ეს ახალი არ არის, ამბობენ რომ ერთადერთი ლეგიტიმური პერსონა მათთვის ამ დროისთვის ქვეყანაში არის სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ისინი არ აღიარებენ ახალ პრეზიდენტს და შესაბამისად, როგორც ჩვენ დღეს გავიგეთ, აპირებენ რომ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ ზურაბიშვილს. იზიარებს თუ არა გიორგი გახარიას პარტიაც ამ ინიციატივას, ამას სავარაუდოდ ჩვენ ხვალ შევიტყობთ. მადლობა, თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ.